სამი სათაური. ერთი სახიფათო კითხვა. დაიწყო თუ არა ანტი-ისრაელის ალიანსის დაშლა? ლიბანი ჰეზბოლასგან შორდება. ირანი ამოწმებს პრეზიდენტ ტრამპის მოთმინებას ჰორმუზის სრუტესა, ღაზას სრუტესა და ღაზაში. პროტესტები თავად ჰამასის წინააღმდეგ იწყება. ეს დასაწყისია დასასრულის თუ კიდევ უფრო საშიში რაღაცის დასაწყისი. კარგი, რა მოხდა ამ კვირაში? ისრაელმა და ლიბანმა შეთანხმებას მიაღწიეს. და რა გასაკვირია, ჰეზბოლამ ეს უარყო. ველოდით რამე სხვას. მან შეძლო ურთიერთგაგების მემორანდუმზე შეთანხმება, რაც ოფიციალური განცხადებაა. რეზიუმეში წერია, რომ მან ამერიკა და ისრაელი შეხვდა და ლიბანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი ვალდებულება არ გავა. და არავის აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან მიიღოს რაიმე ისრაელის წინააღმდეგ მტკიცებულების გარეშე. და ეს არის ის, რაც მოხდება. მაგრამ რას ამბობენ ლიბანში, ქუჩაში მყოფი ადამიანები ამ შეთანხმების შესახებ? ნახეთ ეს. ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკეთებთ. ჩვენ ომებში ვართ უკვე 40 წელია, წინ და უკან დავდივართ. აქ ნგრევა, იქ ნგრევა, აქ ემიგრაცია, იქ ნგრევა, აქ ნგრევა, იქ ემიგრაცია. ჩვენ წავალთ იერუსალიმში და შემდეგ დაბრუნდებით სამხრეთში. ეს ასე მოხდება. ეს არის ერის ჰადისი, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს არის ომების ეპოქა. ვის ადანაშაულებთ ამ ომში? მე ჰეზბოლას ვადანაშაულებ და ისინი ხალხს მუდმივად ატყუებენ. ჩვენ დავამარცხებთ მათ. ჩვენ გამარჯვება გვაქვს. ჩვენ გვაქვს. რა? ეს სიგიჟეა. ის მაინც ცდილობს განახორციელოს გარედვის წესრიგი, არ ფიქრობს თავის მომავალზე, თავის შვილებზე და თავის სისხლზე. დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ შიიტური სექტის 65-ზე მეტი პროცენტი უარყოფს იმ შეხვედრას, რომელიც ირანში ტარდება იარარის გაყვანასთან ერთად, ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებასთან ერთად. მაგრამ ამ პლანეტაზე ბოლო ჯგუფს არ აქვს უფლება განგსაჯოს, ან არ აქვს უფლება დაგვრცინოს, ან თუნდაც გვკითხოს მშვიდობისკენ წასვლის საკითხზე. ჰეზბოლა. რატო? იმიტომ რომ ჯგუფი, რომელიც არ გეკითხება, როცა ომს იწყებ, არ ივიწყებს, როცა შენ მიდიხარ და მშვიდობას აკეთებ. კარგი. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგიულად იქნება ეს რეალურად განხორციელდეს თუ არა, მოდი ვიყოთ გულწრფელები, ჰეზბოლა ისევ იქაა. ისინი არ გამქრალან, იმიტომ რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. მაგრამ ეს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ლიბანის მთავრობამ ფაქტობრივად თქვა, საკმარისია. ჩვენ აღარ ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის ვასალური სახელმწიფო. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ აღარ გვინდა ეს და აღარ გვინდა ეს ოკუპაცია. და რა თქმა უნდა, ირანის ისლამური რესპუბლიკა გაგიჟებულია, ჰეზბოლამაც განაცხადა, რომ ეს ღალატია და ეხლა პარლამენტი იმუქრება. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უნდა ვაღიაროთ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. როცა ჩვენ ლიბანის კარგ ხალხს ვაცალკევებთ იმ საშინელი ისლამისტებისგან, რომლებმაც მათი ცხოვრება ჯუჯუხეთად აქციეს, როგორ განვითარდება მოვლენები. და მე არ ვფიქრობ, რომ ისლამური რესპუბლიკა ასე მარტივად დათმობს ამას. არც მე ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ, როგორ გააკეთებენ ჰეზბოლა და ისლამური რეჟიმი, ყველაფერს, რაც მათ ძალუძთ, რომ ეს შეთანხმება ჩაშალონ. მაგრამ მინდა ვთქვა, ეს ისტორიულია. ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც 1993 წლის შემდეგ ვიხილეთ. კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ჰეზბოლასა და ისლამური რესპუბლიკის გამო ჩაიშალა. მაგრამ ნამდვილად ისტორიულია იმის ნახვა, რომ ეს შეთანხმება ისრაელის სახელმწიფოსა და ლიბანის სახელმწიფოს შორის შედგა. ბოლოს და ბოლოს ისინი რეალურად აღიარებენ საკუთარ სუვერენიტეტს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს სუვერენიტეტი 1993 წლიდან ან 1992 წლიდან ჰეზბოლას დაარსების შემდეგ ისლამური რეჟიმის მხრიდან მუდმივად საფრთხის ქვეშ იყო და ირღვეოდა. ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ მათ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რომელიც გარკვეულწილად ასუსტებს ძალიან საშიშ მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ ისლამურ რესპუბლიკასთან. მაგრამ იცით, არ უნდა ეს როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, თითქმის პრეზიდენტ რუბიო თქვი. გთხოვ ღმერთო, გთხოვ იშალა. დიახ, მისი პირველი კომენტარი იყო, რომ ეს შესანიშნავი პირველი ნაბიჯია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ეს ზუსტად ასეა. ასე უნდა შევხედოთ ამას. დიახ, ჩვენ ახლა ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს, რადგან ვიცით, რომ ჰეზბოლა ყველაფერს გააკეთებს, რომ თავად ლიბანელებს შეუტიოს. მათ შორის მუქარითაც. გულისხმობ მათ ადრე სახელმწიფოს ლიდერებიც კი მოუკლავთ. ზუსტად ასე. ლიბანში. ზუსტად ასე. ვინც კი სცადა ამის გაკეთება, ქვეყნის ნორმალიზება ან მათი გაძევება, მათ მოკლეს, ქვეყანა გაანადგურეს, ეკონომიკურად დაანგრიეს ქვეყანა.
და ეხლა ვფიქრობ ირანის შეთანხმების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ჩვენთვის ზიანის მიყენებას. და ეს ხო სწორედ ის იყო, რაც ამ შაბათ-კვირას ვნახეთ. როგორ ფიქრობთ? ფიქრობთ, რომ ეს ლიბანის შეთანხმებას უკავშირდება? იმ ფაქტს გულისხმობთ, რომ ეხლა ისევე სვრიან ჰორმუზის სრუტეში. აბსოლუტურად. ვფიქრობ, რაც 2020 წლის შემდეგ ვნახეთ, განსაკუთრებით ეს უფრო ფართო ომია ნორმალიზაციის წინააღმდეგ, ომი მშვიდობის წინააღმდეგ, ეს იმდენად ნათელია, როგორც დღის სინათლე. და რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან დააზიანონ ეს მშვიდობიანი ჩარჩო და ლიბანელი ხალხის უფლება, როგორც ჩვენ თქვი ემილი, შეინარჩუნონ, დაიბრუნონ, აღიდგინონ თავიანთი სუვერენიტეტი. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ხედავთ, რომ ამ რიტორიკას განსაკუთრებით უსვამენ ხაზს რუბიოც და ლიბანის ელჩიც ვაშინგტონში. და ისინი ცდილობენ თავიანთ მოსახლეობას დაანახონ, რომ ეს მხოლოდ ისრაელს არ ეხება. ეს ეხება ჩვენი ხალხის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენას. ლიბანის ხალხს უკვე მობეზრდა. იცით, მათი სუვერენიტეტი დაარღვია ყველამ. ისლამური რესპუბლიკიდან დაწყებული პანარაბისტებითა და სირიის ბაათისტებით ალ-ასადის რეჟიმით. მათ მართლაც ძალიან იტანჯეს ჰეზბოლას მიგრანტების ნაკადმა ლიბანში და ეს არის ჩემი მოწვევა დასავლეთისკენაც კიდევ ერთხელ, რომ ნამდვილად ჩასწვდნენ პროპაგანდისტული სათაურების მიღმა არსებულ რეალობას. რადგან როცა გაიგებთ, თუნდაც ამ მიგრაციულ პროცესებს, რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, როგორ გაგზავნა ჰეზბოლამ მებრძოლები ლიბანში, რომ კიდევ უფრო გაენადგურებინა იგი. ხო, და ეხლა შენ შეამჩნევ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაახლოებით 10 დღის წინ თქვა, რომ იცი, მე ნამდვილად არ ვენდობი ისრაელელებს, ხო? ლიბანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე. ვცდილობ და არც ლიბანელებს ვენდობი, რომ თვითონ გააკეთონ ეს. ასე რომ, იცი რა, მე სირიელებს მოვიწევ, რომ შევიდნენ ლიბანში. დიახ, რომ რეალურად წაახალისოს მშვიდობისკენ მიმავალი გზა. და მოიშოროს ირანის მარიონეტული ძალები. და ვფიქრობ, ეს მართლაც ჭკვიანურია. რადგან პრეზიდენტი რასაც ამბობს, ის იწვევს შიდა კრიტიკას ლიბანში უცხოური ჩარევის იდეის მიმართ და რეალურად უბიძგებს თავისუფალ სუვერენისტ ლიბანელებს, რომ თავად აიღონ საქმეები ხელში და საბოლოოდ ებრძოლონ ჰეზბოლას. მოისმინეთ, ამ მშვიდობის ჩარჩოს შემთხვევაშიც კი ამას ერთ ღამეში ვერ ვიხილავთ. ფიქრობ, ყოველთვის უარესდება, სანამ უკეთესობა დაიწყება. ჩვენ დავინახავთ უფრო ღრმა უთანხმოებებს და დაპირისპირებას სუვერენისტ ლიბანელებსა და კოლონიურ ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ლიბანელებს შორის. და ამას ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება. დიახ, მაგრამ სულ მცირე, დაიწყეთ მაინც. რამდენიმე კვირის წინ მითხარით შამანთ, ფიქრობ, ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გონიერი რამ იყო, რაც მომისმენია. როცა ტრამპმა ის თქვა სირიის შესახებ და ჩვენ ყველანი გაუბრაზდით. თქვენ თქვით, არა. ის რაც ლიბანელებს ყველაზე მეტად არ მოეწონებათ სირიელების ჩარევა. რადგან, რა თქმა უნდა, სირიელები მონაწილეობდნენ მათ დახოცვაში. და ისინი ყოველთვის მტრები იყვნენ. და ასე რომ, როგორც თქვით, ეს თითქოს ლიბანელებს უბიძგებს, რომ ცოტა მეტი ავტონომია აიღონ საკუთარ თავზე. და ამავე დროს ისლამური რესპუბლიკისა და აშშ-ის შეთანხმების ხელყოფის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩებით ჩვენს ყვითელ ხაზზე, ხომ ასეა. მაგრამ ასე არ არის. ასე რომ, ცოტა სიმბოლურად დავთმობთ, აქ და იქ, სიმბოლურად დავიხევთ უკან, მაგრამ ახალი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელიც 7 ოქტომბრიდან დავაწესეთ, რაც ადრე ძველი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა იყო, სანამ მასზე არ დაგვავიწყდა, გულისხმობს იმას, რომ სროლის აკრძალვის ზონა ჩვენს ტერიტორიაზე აღარ არის. ის მათ ტერიტორიაზეა. ასე რომ ჩვენი ჯარისკაცები ისევ იქ არიან. აი ზუსტად ესეა და გუშინ გვიანღამით ვნახე უზარმაზარი აფეთქება ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს უზარმაზარი გვირაბი, რომელიც ჰეზბოლას ეკუთვნოდა. კილომეტრიანი. სიგიჟეა. ადამიანებს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რა გაუკეთა ჰეზბოლამ ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობას, მაცხოვრებლებს, უბნებს, ლიბანის ლანდშაფტს. ის ჰეზბოლა იკავებს სამხრეთ ლიბანს და ფაქტობრივად ლიბანის უმეტეს ნაწილს. როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, ან არაუსაფრთხოებას, ან დოებას, არამედ დაუცველობას, რადგან ისინი პარტიზანული ომის მეთოდებით მოქმედებენ, ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ისრაელები მოკლან. ეს გავს იმ კაცს, რომელიც CNN-ზე ინტერვიუში ამბობდა:
ჩვენ რომ არ ვიყოთ, მშვიდობაც არ იქნებაო. ჩვენ რომ არ ვიყოთ, ლიბანელებს ასე უნდათ. ეს არის ინდოქტრინირებული ალბათ 18-20 წლის ბიჭი, რომელსაც ისტორიის არაფერი ესმის. და ფაქტია, სირიელები არ აპირებენ შემოვიდნენ და მშვიდობა დაამყარონ. ხალხს საერთოდ არ ესმის. მათ უბრალოდ არ ესმით ახლო აღმოსავლეთი. მეც კი არ მესმის ბოლომდე და ვიცი რომ ბევრად მეტი ვიცი ვიდრე მათ. ასე რომ სირიელების ლიბანში მოწვევა ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები ვერ დატოვებენ იქაურობას, რადგან ჩვენი სოფლები, ჩვენი ქალაქები საზღვართანაა. პირდაპირ საზღვართან. ჩვენ არ გვაქვს ბუფერული ზონა, რაც მოხდა ღაზაში. და სწორედ ამიტომ ახალი, რომელიც სინამდვილეში ძველი დოქტრინაა, ეხლა ეს შევცვალეთ. ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ღაზის 60%, 53-60%, ზოგი ამბობს, რომ BBB ცდილობს 70-მდე გაზარდოს. და ეხლა ჩვენ გვაქვს ლიტანიდან სამხრეთით ყველაფერი. გონია რომ ლიტანიდან ჩრდილოეთით ცოტა ნაწილი დავტოვეთ. ჩვენი ჯარები იქ არიან. ეს უკიდურესად საშიშია. ყოველდღე ყავს დაღუპული ჯარისკაცები. მაგრამ საბოლოოდ 100,000 ადამიანი ცხოვრობს ისრაელის ჩრდილოეთში, რომლებსაც 3 წელია ნორმალურად ცხოვრება არ შეუძლიათ. 3 წელი. აბა, რა უნდა ვქნათ? და ვფიქრობ ეს ის საკითხია, რაზეც ხალხს ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა რა ხდება. და ვიმედოვნოთ, რომ ეს იქნება დასაწყისი იმისა, რომ ლიბანი შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს და როგორც იცით, ნორმალიზაციის მემკვიდრეებს. ფიქრობ, ჩვენ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ემირატები და ისრაელი გარკვეულწილად დგანან იმის უკან, რაც ახლა ხდება. ბევრ საუბარს ვხედავ, კარგ მნიშვნელობაში. გულისხმობ, მოусმინე, არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან კაფიოდ უყურებენ წინააღმდეგობას. მუსლიმთა საძმოსა და ისლამურ რესპუბლიკას და რეგიონში პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგობას. ისინი ამ საკითხში ძალიან კაფიოები არიან და მათ უნდა დაუჭირონ მხარი, რადგან ისინი ისრაელის საუკეთესო მოკავშირეები არიან რეგიონში. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოკავშირეები არიან რეგიონში. ამიტომ ისინი ატარებენ რეგიონულ სტრატეგიას, სადაც ისინი ფაქტობრივად კონტეინმენტზე ლაპარაკსაც კი აღარ საუბრობენ, შეიძლება რაღაცები თქვან, საჯაროდ, დიპლომატიურად, მაგრამ სტრატეგიულად, მათ უფრო მეტად იციან და ესმით საფრთხე ვიდრე უმეტესობას და ისინი კონტეინმენტით დაინტერესებულები არ არიან. და ისინი 100% ეთანხმებიან ისრაელის დოქტრინას 7 ოქტომბრის შემდეგ, რადგან იციან, რომ ამ ექსტრემისტებთან მშვიდობა შეუძლებელი. არა. ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევიკრიბოთ და მართლაც შევქმნათ და გავაღრმავოთ ეს უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მართლაც უნდა იზრუნონ ამ რეგიონზე ერთხელ და სამუდამოდ, რადგან მშვიდობა არ გვექნება. არავის არ ექნება ეს, მთელ მსოფლიოს ექნება ეს. მაგრამ გადავიდეთ ირანზე, ემილი. რა ხდება იქ მშვიდობის ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც ახლა რად იქცა მშვიდობის შეთანხმებად? მშვიდობის შეთანხმება, რომელიც ახლა გახდა, გვაქვს ახალი, იცი, ეს ბიჭი, მათ გაუშვეს რაკეტები, ჩვენ გაუშვით. მათ გემი დაარტყეს, ამერიკამ პასუხი გასცა, ისევ დაგვესხნენ თავს. ანუ ეს მუშაობს. ეხლა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს განაახლებენ. რა ხდება? არ ვიცი, შეჩერდა თუ არა, მოლაპარაკებები საერთოდ შეჩერდა, ნამდვილად არ ვიცი, რადგან ისინი გრძელდებოდა იმავე დროს, როცა მათ არ ღვევდნენ, იმავე დროს, როცა ქუჩა ღია იყო, იმავე დროს, როცა ქუჩა დახურული იყო. ხო. სინამდვილეში არავინ არაფერს იცის. არაფერს. რაც რეალურად ხდება. მაგრამ ხო, ეს სასაცილოა. ეს უბრალოდ ცირკის წარმოდგენაა. და არ მიკვირს, რადგან JD Vance მართავს ამას. შეიძლება ცოტა მიკერძოებული ვარ, მაგრამ JD Vance-ისგან რაც მესმის, უმეტესად არაფრით ვარ აღფრთოვანებული. განსაკუთრებით მისი მრჩევლები და ვინც მას იმს ინფორმაციას აწვატუდის, სორაბ ამჰარი და ასევე ტრიტა პარსი, როცა საქმე ირანის პოლიტიკას ეხება, ან იმ ფაქტს, რომ კატარი რეალურად წერს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, როგორც ბევრი ბოლო კვირაში ნანახი ანგარიშიდან ჩანს. ამ მიმართულებით ბევრი შემაშფოთებელი რამ ხდება. არ ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი იმ ქაღალდადაც კი ღირს, რომელზეც დაწერილია, არ მგონია, რომ ის ძალაში დარჩება. ფიქრობ ეს უბრალოდ დროებითი გამოსავალია თეთრი სახლისთვის შიდა ზეწოლის გამო. ვნახავთ რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. და ნავთობი ისევ მიედინება. ნავთობის ფასი დაეცა. ხო და როგორც ჩანს, მხოლოდ ეს აინტერესებთ. როგორც ცოტა ჰაერი. გამოდის, ხო? ეს შვება. ნახე, შეიძლება ესე გააგრძელონ პრაიმერიზამდე უკაცრავად, შუალედურ არჩევნებამდე. რაც ვფიქრობ ძალიან სტრატეგიული იქნებოდა, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ტრამპი დაადანაშაულა. მართალია, ჩვენ არ გვინდა, რომ რესპუბლიკური პარტია, გულწრფელად რო თქვა, ეხლა პოზიციებს დაკარგავდეს, რადგან ისინი ერთადერთი სუვერენისტები არიან, რომლებიც ნამდვილად ცდილობენ შეინარჩუნონ დემოკრატიული ინსტიტუტები ამერიკაში.
და ამას სრული პასუხისგებლობით ვამბობ. მე ამას ვამბობ როგორც არაპარტიული ადამიანი, მაგრამ თუ დემოკრატია შიგნიდან ინგრევა, რესპუბლიკურ პარტიაშიც ბევრი ბოროტი მოქმედია. ტრამპის ადმინისტრაციაშიც არიან ბოროტი მოქმედები, რომლებიც ახლოს არიან კატართან, თურქეთთან და ეგვიპტესთან. და ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები ამ საკითხში და გამოვავლინოთ ისინი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ დემოკრატებმა დაიკავონ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები ახლა, რადგან ისინი ძალიან შორს არიან წასულები. და მტკივა ამის თქმა, როგორც ყოფილ დემოკრატს, რომელიც პოლიტიკურად უსახკაროდ გუზნობ თავს მე-7 ოქტომბრის შემდეგ. ხო, ესეა. შენც აირჩიე ნაკლები ბოროტება. ხო. მოიხედე რა ხდება შენს შტატში, ნიუ-იორკში. ვიცი. ვერ ვთვათ ამაზე ფიქრს. ყველა ეს ვიდეო უბრალოდ გულს მტკენს. ხო. და მე მყავს ბევრი, ძალიან ბევრი ახლობელი ნიუ-იორკში. და არც კი მინდა ვკითხო მათ, ისევ დემოკრატებს აძლევთ ხმას. არა. არა, თვითონ დემოკრატებიც აღარ აძლევენ ხმას დემოკრატებს. აბსოლუტურად არა. უბრალოდ არ შეუძლიათ. არავინ არის, ვისაც მისცენ ხმა. ნებისმიერი დემოკრატი, რომელიც კენჭს ეკრეს, ან რომელიც თანამდებობაზეა, ანუ ნახეთ რა გაუკეთეს გოლდმანს, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელია. კაფედან გამოაგდეს. არ გვინდა შენი AIPAC-ის ფული, ის საერთოდ არ იღებს AIPAC-ის ფულს. მას არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც დამნაშავედ მიიჩნიეს, რადგან ებრაელია. და ის ებრაელები, რომლებიც ირჩევიან, ისინი არიან, ვინც თავს იშორებენ AIPAC-ს და ისრაელს. არა. ის არც კი არის, ეს საკმარისი არ არის. შეხედა იმ ბიჭს, რა ქვია, მინას. არა, ეს უნდა ჩავრთოთ. ამ დროს რიჩი ტორესი ღმერთმა აკურთხოს, იმარჯვებს. ის ისეთი შესანიშნავია, როგორც შენ ამბობ, ძალიან მკაფიო ხედვა აქვს თავის სიონიზმზე, თავის პოზიციაზე, ის იმარჯვებს. ებრაელებო, აიღეთ მაგალითი რიჩი ტორესისგან, რომელიც არასდროს იმალება იმის გამო, ვინც არის და იმარჯვებს, რადგან თქვენი მსხვერპლი არასდროს იქნება საკმარისი. სწორია. დიახ. ეს სასაცილოა. ვერ ივაჭრებ ბულებთან. თუ ერთ ნაბიჯს დაუთმობ, 100 მეტრს წაიღებენ. არ შეიძლება. DSS კანდიდატები ძალიან ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ცდილობენ დასავლური ცივილიზაციის განადგურებას, ზოგ შემთხვევაში პირდაპირაც კი ამბობენ ამას. აბსოლუტურად. იმპერიის მუცლის განადგურება. დიახ, ზუსტად ესეა. და ეს დარია ავილა. რა ქვია მას? დამავიწყდა მის სიგვარი. მან თქვა, ბოდიში, ამერიკა ყველაზე ცუდი ქვეყანაა მსოფლიოში. გაანადგურეთ იმპერია. ეს ყველაფერი მან თქვა. დიახ, და პირდაპირ განაცხადა, იცი, მას ინტერვიუ ჰქონდა და ვიღაცამ კითხა, მაგალითად კომუნისტი ხარ? და მან თქვა, ვფიქრობ, საჭიროა ლეიბლების დესტიგმატიზაცია. მოდი კომუნიზმი ნორმად ვაქციოთ. დიახ. მაგრამ იცი, რატო აკეთებენ ამას? კუბა მაგალითად. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამერიკელებმა თავი ცუდად იგრძნონ თავიანთი ქვეყნის გამო და ქვეყანა დაუცველი გახადონ. უცხოელი აგენტების, უცხოური ჩარევის წინაშე. იმისთვის, რომ არ ქონდეთ საკმარისი სიამაყე და პატრიოტიზმი, რომ დაიცვათ თქვენი სუვერენიტეტი. გამოიცანით, ვის გაუვლია ეს გზა? თელ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას. დიახ, მათ გაუვლიათ. ამიტომაც არის ესეთი დიდი კონტრასტი დასავლეთის მემარცხენეებსა და აღმოსავლეთში აღმოცენებულ ახალ რეალობას შორის, რომელიც როგორც შენ აღნიშნე, მოიცავს ემირატებს და იმედია მომავალში შეერთებულ შტატებსა და ისრაელსაც. ირანის ხალხიც კიდევ ერთი ფაქტორია ამ პროცესში და სულ უფრო მეტად ლიბანელებიც. რადგან ისინი სხვა უმცირესობებიან. რადგან მათ იციან, არასოდეს დამავიწყდება. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. აბუ-დაბიში ერთ-ერთი უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე ერთი ბიჭი ადგა კეფით და პალესტინის დროშით. 10 საათში უკვე ქვეყნიდან იყო გაძევებული. არანაირი თუ, არანაირი მაგრამ, არანაირი იქნებ, აი ესე. ამ ადგილებში ვერცეთ პროტესტს ვერ ნახავთ. რადგან მათ იციან რა არის ეს და როგორ იპარება მუსლიმთა საძმო. მაგრამ როგორ ჩანს, დასავლეთმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო ეს. ის არც კი მალავს ამას. არის ერთი ახალგაზრდა იუთუბერი, სახელი დამავიწყდა ბოდიშს ვიხდი. ბოლო დროს სახელების დამახსოვრება ძალიან მიჭირს. და ის ბრიტანეთში წავიდა და ბირმინგემში ჩვეულებრივ მუსლიმებს ინტერვიუები ჩაუტარა. ხო, ასეა. უბრალოდ მომიყევი, იცი რაზე? რატომ წერმასთან დარწმუნდი რომ არ დააგვიანებ? ერთ-ერთს მაინც გაათავისუფლე ხო? და ისინი უბრალოდ ამბობენ, ხო, შარიათის კანონი მშვიდობიანია, მშვენიერია და მთელი მსოფლიო შარიათის კანონის ქვეშ იქნება. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს გვინდა. და კი, შეგიძლია ცოლს დაარტყა, მაგრამ არ შეგიძლია, იცი? აი მაგრამ. მხოლოდ მაშინ, როცა ის მართლა სუდად იქცევა. მაგრამ ისინი ამას არ მალავენ. ანუ, ვინც ამბობს, არა, ასე არ უნდათ, ისინი ამართლებენ ადამიანებს, ვინც არ იმსახურებს გამართლებას. ისინი ხმამაღლა ამბობენ ამას. და დასავლეთი კი ამბობს, არა, მე ვერ ვიგებ. ესე არ ნიშნავს. ეს თვითმკვლელობაა, ეს სუიციდურია, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი რასიზმია. ნამდვილი რასიზმი ისაა, რომ არ გჯერათ,
როცა გეუბნებიან, რომ უნდათ თქვენი მოკლა, იმიტომ რომ თქვენ ვინ ხართ, გლეხები და პრიმიტიულები. ხო, ეს რასიზმია. ეს ნამდვილი რასიზმია. თქვენ სერიოზულად არ ავიქვამთ მათ სიტყვებს. და კიდევ ერთი სფერო, რომელიც ჩემი აზრით მუსლიმთა საძმოსთვის პრობლემად იქცევა, უკვე პრობლემად იქცა, არის ღაზა. ამიერიდან ყოველ კვირას ჩვენ გვექნება პატარა რუბრიკა, სახელად ისტორია, რომელიც მეინსტრიმ მედიამ არ გააშუქა. მაგრამ შეხედეთ რა ხდება ახლა ღაზაში. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ასობით პალესტინელი გამოვიდა ღაზას ქუჩებში პარასკევს, რათა გაეპროტესტებინათ ჰამასის ტერორისტული ჯგუფი. მომიტინგეები ატარებდნენ პლაკატებს წარწერით, ღმერთისნებით ჰამასი გარეთ. ჩვენ არ ვართ მარიონეტები და გვინდა ცხოვრება. 26 ივნის ღაზას სექტორში 18 სხვადასხვა ადგილას იყო დაგეგმილი პროტესტი, სადაც ხაზელები მოითხოვდნენ ჰამასის განიარაღებას და ძალაუფლების გადაცემას გარდამალავ ხელისუფლებაზე. ჩვენ არ ვივდივართ. წასასვლელად არავინ გვეძებს, არავინ მოხალისეები. არავინ გვეძებს. ყველა მათგანი ქურდია. ჩვენ ყველა არაბები ვართ. ჩვენ ყველა არაბები ვართ. იქაც არავინ გვეძებს. მაგდან არც ერთი არ მოდის ჩვენთან რომ ამ საკითხზე ისაუბროს. აბა ეს როგორ დასრულდება, ემილი? მართლა არ ვიცი. უბრალოდ ფიქრობ, რომ ბოლო გამოკითხვები ძალიან ბევრს ამბობს ღაზას მდგომარეობაზე. რადგან ვიცით, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას მოსახლეობის უმრავლესობა, ასევე პალესტინელები, დასავლეთ სანაპიროსა და იუდეასა და სამარიაშიც ამას მხარს უჭერდნენ. მგონი ეს იყო 80%-ზე მეტი, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, 83%. დიახ. ასე რომ ჰამასის და 7 ოქტომბრის ქმედებების მიმართ ფართო მხარდაჭერა არსებობდა. ჩვენ ნახეთ, როგორ რეაგირებდნენ ისინი ქუჩებში, როცა ჩვენი მძევლები პიკაპის უკანა ნაწილზე გადაჰყავდათ. ბავშვები კი მათ მილის ჩხირებით სცემდნენ. ბავშვები ღაზას ქუჩებში. მაგრამ ეხლა ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ვითარება შეიცვალა. ეხლა ვხედავთ, რომ 60-70% ეწინააღმდეგება ჰამასის მმართველობას. ისინი წინააღმდეგდეგი არიან, რომ ჰამასი დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება დერადიკალიზებულია. ასე ნამდვილად არ არის. ნუ აგერევათ ეს. მაგრამ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რომ ხალხი აცნობიერებს. იქნებ ჩვენთვის არ არის სასარგებლო ვუჭერდეთ მხარს გიჟურ, ჯიჰადისტურ, ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც 20 წლის განმავლობაში 5 მილიონჯერ გვიბიძგებს ომისკენ. ასე რომ ეს კარგი ნიშანია. კარგია რომ აქციები ტარდება. რა თქმა უნდა, ვნახეთ როგორ ეწინააღმდეგებოდა ჰამასი ძალიან ძლიერად, ცდილობდა ეს ყველაფერი შეეჩერებინა. ზოგ შემთხვევაში კი მანამდე სანამ საერთოდ დაიწყებოდა. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ამ ხრივ ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ ალბათ კარგი ნიშანია. გულისხმობ, თავარი კითხვაა ეს, მშვიდობის საბჭო ეფექტურია თუ არა? ასრულებს თუ არა თავის საქმეს? ანაცვლებს თუ არა ჰამასის ძალაუფლებას? ან ვინმე მართლა შეაგროვებს ამ იარავებს? მოდი გულწრფელები ვიყოთ. არ მგონია რომ ვინმე ამას აკეთებდეს, ან შეძლებდეს გარდა ისრაელის ჯარისკაცებისა. მაგრამ ხო იცით, შეიძლება ეს უბრალოდ ხალხის სასოწარკვეთილებაა, რაც ან აიძულებს მათ დატოვონ ღაზა, ხო? ფიქრობ, ვინც კი შეძლებს, ყველა მიდის და ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული, ხო? ყველაფერი ფულზეა. ხო იცით, გამოქვეყნდა ანგარიშები. ეს მოვისმინე ადამიანებისგან, რომლებიც იქ იყვნენ. $10,000 და შეგიძლია ეგვიპტეში შეხვიდე, ხო? და ვინც შეძლო ფულის შეგროვება, წავიდა, ხო? როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა, ხო? და ვინც დარჩა, ან ჰამასის წევრები არიან, ან ისინი, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა. სრულიად სასოწარკვეთილები. ან უბრალოდ და მინდა რაღაც გავარკვიო, რადგან აშკარაა, რომ როგორც კი პალესტინელს ხედავთ, რომელიც ჰამასისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგია, ყველა მუსლიმური საძმოს პროპაგანდისტის თვალი მასზეა. იმისათვის, რომ დააკნინონ ისინი, თქვან, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ისრაელის მხარდაჭერა აქვს, მათ აქვს ისრაელის თავდაცვის ძალების მხარდაჭერა და ასე შემდეგ. სინამდვილეში მე გავესაუბრე რამდენიმე ჩემს მეგობარს, რომლებიც ღაზაში არიან. ღაზაში და პალესტინელ აქტივისტებს, რომლებიც ჰამასის წინააღმდეგი არიან, რათა გავიგო სიმართლე. მართლა ისრაელი უჭერს ამას მხარს, აღმოჩნდა რომ საერთოდ არა. ესენი არიან ადამიანები, ეს ორგანიზებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ღაზაში მუჰამედ დახლანის პარტიასთან არიან დაკავშირებულები. დიახ, ჩვენ არ ვიცით რეალურად მხარს უჭერს თუ არა ამას მუჰამედ დახლანი. ჯერჯერობით რაც მე გავიგე, უშუალოდ დახლანი ამას არ უჭერს მხარს, მაგრამ ისინი მის პარტიას უჯერებენ. ასე რომ ისინი ღაზაში ალტერნატიულ ლიდერობას ენდობიან. და ეს მართლაც ძალიან საინტერესოა, რადგან მას შემდეგ რაც მუსლიმური პროპაგანდა, მუსლიმთა საძმოს პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო, ამ ღაზას ოჯახების წევრები, მაგალითად შეიხები, უხუცესები, ეუბნებიან იცით თინეიჯერებს და ასეთ ამბოხებულ ადამიანებს. მოძრაობას ხელმძღვანელობენ, რომ თავის შორს დაიჭირონ.
რადგან ჰამასისგან პრობლემები შეექმნებათ. ჰამასი მათ სამიზნედ აირჩევს, მოკლავს კიდეც იმის გამო, რომ ისინი ექსტრემიზმის წინააღმდეგი არიან, რა თქმა უნდა. ვინც არის ის? მოჰამედ დაჰლანი ფათაჰის წევრი იყო. გონი ფათაჰიდან გააგდეს. ჰამას თითქმის მოკლა. ჰამას თითქმის მოკლა, ისრაელმა გადაარჩინა და ბოლო 10 წელია აბუ-დაბიში უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს. ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობს. ალბათ ეს არის მომავალი, არ ვიცი. დაჰლანი დაბრუნდება, გააკონტროლებს ღაზას და თავის ხალხს რაღაცას მისცემს. მხოლოდ იმედით შეგვიძლია ცხოვრება. და მანამდე თქვენ საყვარელ რუბრიკაში გამოვაცხადებთ კვირის ნაძირალას. კარგი გოგონებო, კიდევ ერთი კვირა. კიდევ უფრო მეტი ნაძირალა. ძალიან ბევრი. ისეთი სასიამოვნო იყო წინა კვირას ჟურნალისტების კონფერენციაზე ყოფნა, რადგან სადაც არ უნდა გვევლო, ხალხი გვთავაზობდა კვირის ნაძირალების კანდიდატებს. აი, რამდენად პოპულარულია ეს რუბრიკა. ფიქრობ, ეს ერთგვარი თერაპია, ყოველთვის ასე ვამბობდი. და ჩვენ გავაგრძელებთ ამას. კარგი, შოშანა, დავიწყოთ შენით. ვინ არის შენი კვირის ნაძირალა? ამ კვირაში ჩემი ნაძირალა არის Rachel Griffin Ackerso. შეიძლება იცნობდეთ მას როგორც Miss Rachels, რომელსაც მილიონობით ბავშვის ყურადღება და გონება აქვს მოპოვებული, მაგრამ სინამდვილეში ის უბრალოდ კიკინებიანი პროპაგანდიდის მარიონეტია. მისი ბოლო განცხადება გმობს ლიდერების დუმილს ღაზას შესახებ, სადაც ის იყენებს გაეროს ბოლო ანგარიშს, რომელიც ამტკიცებს, რომ ისრაელი განზრახეს ხმის ბავშვებს მიმდინარე გენოციდის დროს. სად იყავი? ლიდერებო, რა გაგახმოვანებინათ სხვა ხალხის ადამიანის უფლებებზე, მაგრამ არა ღაზას ბავშვებზე. ამ ბავშვებს ბავშვებად არ აღიქონდით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დაიბადნენ. არ გიფიქრიათ იმ 20,000 ბავშვზე, ვინც მოკვდა და იმ უთვალავ სხვებზე, ვინც ნანგრევებშია, ან შიმშილით და სხვა მარტივად სამკურნალო მიზეზებით დაიღუპა. არ გიფიქრიათ, რომ ის ბავშვებიც ისევე იყვნენ საყვარელები. ისევე ძვირფასები. არ გიფიქრიათ, რომ მათაც ჰქონდათ ფეთქავი გულები, როგორც თქვენს შვილებს. სად იყავით? ადამიანები, ვისაც უყურებდით ზემოდან. თქვენ არ გინდოდათ დაგეკარგათ თქვენი რეპუტაცია, ძალაუფლება ან ფული. როგორ შეგიძლიათ ღამით მშვიდად დაიძინოთ, როცა იცით, რომ არაფერი თქვით? მაგრამ რეიჩელი იცის, რომ ღაზა არის მსოფლიოში ყველაზე განხილვადი კონფლიქტი, რომელიც უფრო მეტ პირველ გვერდსა და სათაურზე ხდება, ვიდრე ყველა სხვა კონფლიქტი ერთად. უფრო მეტად ვიდრე ქრისტიანები, რომლებიც ნიგერიის ეკლესიებსა და სოფლებში ხოცავენ. დამატებით სირიელი, დრუზი და ალავიტი გოგონები, რომლებიც გაიტაცეს, პლუს მილიონი ჩინელი უიღური საკონცენტრაციო ბანაკებში, პლუს სუდანელი გოგონები, რომლებიც გააუპატიურეს და გაიტაცეს და ბიჭები, რომლებიც იძულებულნი არიან ომებში იბრძოლონ. დამატებით ასობით ათასი შიმშილით გატანჯული ადამიანი იემენში, ბავშვი პატარძლები და ბავშვი ჯარისკაცები. დამატებით ათასობით უკრაინელი ბავშვი, რომლებიც რუსებმა მოიპარეს. პლუს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ბავშვები, რომლებიც ამერიკის საზღვრის გადაკვეთაში საფარად გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს ან გაკიდეს. დამატებით ბავშვები, რომლებიც ირანის ქუჩებში რეჟიმმა დახოცა და ამოხოცა. დამატებით 10,000-ობით ბრიტანელი გოგონა, რომლებიც პაკისტანური გაუპატიურების ბანდებმა 10 წლეულების განმავლობაში გააუპატიურეს. პლუს მილიონობით გოგონა, რომელსაც ავღანეთში განათლებაზე უარი უთხრეს. იმ დროს, როცა ისინი, ვინც მათ ამას უკრძალავს, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე იწვევენ. და რაც მთავარია, გოგონები, რომლებსაც ღაზაში აქორწინებენ და ჰამასი სექსუალურად იყენებს. Miss Rachel თითქმის არაფერს ამბობს ამ ბავშვებზე, მაგრამ აქვს გამბედაობა, ან შესაძლოა ფინანსური мотиваცია, რომ თავის 5 მილიონ მიმდევარს წუწუნითა და ემოციური თხოვნით მიმართოს. განა ვინმე არაფერს იტყოდა ღაზას ბავშვებზე. ის მათ ეუბნება, რომ რაღაც გააკეთონ, რაღაც თქვან, მაგრამ არ ამბობს რას და ვისთვის. ის თავის აუდიტორიას ბავშვებზე ღრმა ემოციებით ამაღლებს. ეკითხება, როგორ შეუძლიათ ღამით დაძინება, თუ ვინმე არაფერს ამბობს ღაზას ბავშვებზე, რაც გვაყენებს კითხვას, ვის უნდა ესაუბრონ და რას უნდა ამბობდნენ. სად უნდა მიმართონ ეს მთელი რისხვა? ვის უნდა მიმართონ თავიანთი აღშფოთება? კი, მაგრამ ვისთან აქვთ მათ ცდომა? ბიჭებო, ეს არის პროვოკაციის საფუძვლები. არ შეგეშალოთ. ამერიკელებს ტვინს ურეცხავენ და რეიჩელი ამ ტვინის რეცხვის დიდი ნაწილია. თქვენი შვილები მისგან დაცულები უნდა იყვნენ. ის მილიონობით ადამიანის გონებასა და ემოციებს მანიპულირებს მთელ მსოფლიოში. გადაარჩინეთ თქვენი შვილები, სანამ გვიან არ არის. გულისხმობ. ის სხვა პოლიტიკურ საკითხებზე საერთოდ ლაპარაკობს.
холод მაშინ, როცა ხალხი შეეწინააღმდეგება და ის რაღაცას სულ მცირეც ამბობს. ფაქტობრივად არაფერს. სუდანი შეიძლება, არა ის არის თვის. ერთხელ მგონი სუდანელებზე თქვა რამე. ერთხელ იმიტომ რომ ხალხმა შეამჩნია რომ სხვა ბავშვებზე არაფერს ამბობდა. კარგი, ვფიქრობ, ფულს უნდა მივყვეთ და შეიძლება დოხაში მიგვიყვანოს. ეს მარტო ის არ იყო. გულისხმობ ეს გაეროს ანგარიში, რაზეც ესე წუწუნებს. ეს იყო მთელი სია ადამიანების, რომლებმაც უცნაურად დამთხოვებით ზუსტად ერთსა და იმავე დროს დაწერეს ამის შესახებ. ერთსა და იმავე დროს. თითქოს რაღაცნაირად კოორდინირებული იყო. ხო, თითქმის. ვინ იფიქრებდა? გილოცავ შოშანა, იმიტომ რომ ის ძალიან საშიშია, რადგან ეს ზუსტად მათი სტრატეგია. ისინი მხოლოდ კოლეჯის სტუდენტებს არ აყალიბებენ. ისინი იწყებენ ძალიან ადრე. ეს საფუძველი ხვავის და ვითარდება და ხდება თაობების კავშირი მუსლიმთა საძმოსთან, ისლამურ რესპუბლიკასთან, პოლიტიკურ ისლამთან, ანტისემიტიზმთან. ანუ მინდა ვთქვა, რომ ის პირდაპირ თესავს იმ თესლს 10 წლეულების განმავლობაში, რომ ის აღმოფხრაც ძალიან რთული იქნება. რა არის დღეს ყველაზე დიდი ბრძოლა ღაზაში? ზუსტად. არის ის, რომ ბავშვები პირველი დღიდანვე იზრდებიან ინდოქტრინირებულები. სახელმძღვანელოები ამის მტკიცებულებაა. კარგი, ემილი. ამ კვირაში ჩემი ნაძირალა სინამდვილეში ისლამური რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო გუნდის რამდენიმე წევრია, რომლებიც ახლახან თამაშობდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლახან გამოაგდეს მსოფლიო ჩემპიონატიდან. ნახვამდის. მესმის, რომ ებრაელებს ადანაშაულებენ. და სხვებსაც ადანაშაულებენ, ხო იცი? ხო იცი როგორ იქცევიან ისლამისტები? ხო. მაგრამ ეს მართლაც საინტერესო ფენომენია, რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ. რადგან ჩვეულებრივ ირანელი ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან ერთგულები არიან, ხო იცი? ყველაფერს გააკეთებენ თიმ მელისთვის. და ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. რადგან გუნდი ფაქტობრივად იმ ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში, ვინც თავად რეჟიმს უფრო უჭერს მხარს. და ვინც არ არის ესეთი, ან იძულებული გახდა სრულად გაჩუმებულიყო, ან ძალით გააქრეს. ხო. სინამდვილეში ერთ-ერთი მეკარე არაპირველი შემადგენლობის, მგონი მეორე შემადგენლობისა, რომელიც თითქოს გააქრეს მას შემდეგ, რაც იანვარში ხამენეისა და რეჟიმის მიერ ირანელი მომიტინგეების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს გაემიგნა, არავინ იცის სად არის ის. უკვე თვეებია დაკარგულია. მაგრამ ჩემი ნაძირალები განსაკუთრებით ამ კვირაში არის მეჰდი თამერი, რომელიც ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელია და რომელმაც ბოლო მატჩის წაგების შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წუწუნებს, რომ ეს არ იყო სამართლიანი. ისე უსამართლოდ მოექცნენ ირანის გუნდს, რომ ამერიკაში დარჩენა ვერ შეძლეს და თამაშის შემდეგ ტიხუანაში მოუწიათ გაფრენა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველა NBA-ის გუნდი თამაშის დღეს და თამაშის შემდეგ ყველგან მოგზაურობს. მაგრამ რა თქმა უნდა, შენ განსაკუთრებული ხარ. მე ვფიქრობ, რომ უსამართლო ის კი არ არის, რომ ირანის გუნდს შეზღუდვები ჰქონდა ტურნირზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდებოდა იმ ქვეყანაში, რომელთანაც ეხლა ომში არიან. უფრო ისა უსამართლო, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ სცადა მსოფლიო თასის გუნდისა და დამხმარე პერსონალის სახელით ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები შეეყვანა ქვეყანაში. რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ვიზაზე უარი თქვა. და რა თქმა უნდა, შემდეგ მედიაში მთელ ამ ცირკს აწყობენ, თითქოს დევნიან, მაგრამ ამ სიტუაციაში ნამდვილად უსამართლო ის არ არის, თუ როგორ მოექცნენ ირანს. ეს იყო ის, რომ მათ ირანის ხალხის გაჭირვება უგულებელყვეს. მათ მათი ხმა არ მოусმენიათ, არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ხალხისთვის გაეცნოთ, რა დაემართათ იმ ადამიანებს. გარდა ამისა, FIFA-მ ითანამშრომლა ისლამურ რესპუბლიკასთან და აკრძალა ლომისა და მზის დროშა. ვიცი, რომ ბევრმა ირანელმა მაინც გააკეთა ეს. ხო. მათგან ბევრი გააძევეს, მაგრამ ეს მოთამაშეები ჩემი კვირის უსინდისოები არიან, რადგან ზოგ შემთხვევაში, მაგალითად თამარის შემთხვევაში, რომელიც ვახსენე, მან ღიად დაუჭირა მხარი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას და გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ხამენეის აქებს. და გუნდის სხვა მოთამაშეები საკუთარ სოციალურ ქსელებში გადაიღეს, როგორ აქებენ ყასემ სულეიმანს და ხომეინიზმის იდეოლოგიას. ასევე მღერიან ზოგიერთ ყველაზე სამარცხვინო სიმღერას. შეგიძლიათ ნახოთ ეს კადრები. საკითხი ისაა, რომ ესენი არიან ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერები. ისინი არაფერს იმსახურებენ. მათ არ უნდა მიეცათ ნებართვა ამერიკის მიწაზე შესვლაზე. თქვენ ახართ მსხვერპლები და ნამდვილად ნაძირალები ხართ. ასე რომ ეს კვირა ჩემი ნაძირალების რჩეული ხართ. მაგრამ ემილი, უბრალოდ ცოტა რო შეგეწინააღმდეგო, ნახე რა დაემართათ ქალთა გუნდს, როცა გაბედეს და ხმა ამოიღეს. ან ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს. ისინი გაქრმენ. ხო, აქ არჩევანი აქვთ? ისინი ხომ ძებლები არ არიან? აქ არჩევანი აქვთ, რომ არ განათავსონ პოსტები, სადაც ისრაელის განადგურებას მოითხოვენ და არ აქებდნენ სოლეიმანისა და ხომეინიზმს საკუთარ სოციალურ ქსელებში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ისინი ჯერ კიდევ გუნდში არიან. ზუსტად. იმიტომ რომ ისინი ვინც ასე არ იყვნენ,
ან გუნდიდან გააგდეს. ან ზოგიერთმა მათგანმა შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა, რადგან არ სურდათ წარმოედგინათ ის, რასაც ეს რეჟიმი ახლა აკეთებს. ასე რომ ნულოვანი მეგობრობა და ზუსტად ესენი არიან გულშემატკივრები, ხო? გულისხმობ ობიექტურად ტრაგედია ის, რასაც რეჟიმი საკუთარ სპორტსმენებს უკეთებს. წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება მუშაობ რაღაცაზე, მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ხო შენი უდიდესი ოცნებაა. არ არის ესე. შენ მოახერხე, კვალიფიკაცია გაიარე. და მერე ხო ამ პოლიტიკურ ქაოსში ეხვევი. იგივე ხდება ოლიმპიურ გუნდებთანაც. და პრობლემა ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ სპორტსმენებს არ უჭერს მხარს. FIFA-ს მათთვის მხარი არ დაუჭერია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც არ დაუჭირა მხარი. არავინ დგას ამ სპორტსმენების გვერდით. მათ არ აინტერესებთ. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათი დევნისთვის არავინ არის პასუხისმგებელი. სრულიად სწორია. არანაირი უსაფრთხოების ბადი არ არსებობს. კიდევ ერთი საინტერესო რამ არის ის, რომ ირანელი ფეხბურთელების ყველა განცხადება აშკარად იარაღად აქციეს ჯაზირას და მუსლიმთა საძმოს პროპაგანდისტებმა, რადგან ისინი ამოარჩევენ ფრაგმენტებს, სადაც ფეხბურთელები ამბობენ, რომ რთული იყო, რადგან გუნდის დანარჩენმა წევრებმა ვიზა ვერ მიიღეს. ან ჩვენი ლოგისტიკა რთული იყო. და ასე ის გამაძლიერებელია ისლამისტურ ქსელში, რათა კიდევ უფრო გაამყაროს იდეა, რომ ამერიკა ბოროტია. ხო, ამერიკა ბოროტია, იმ ხალხთან ვისთანაც ხელშეკრულებას აწერთ, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც გუში ვნახე, იყო ის, რომ AP და სხვა დასავლური მედია საშუალებები. ამას ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ეს იყო მათი გულიამომჯდარი წაგება მსოფლიოზე რთული და ქაოსური პერიოდის შემდეგ. თასი. ანუ ყველა დანარჩენი შეიძლება დამარცხდეს და სახლში წავიდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გულიამომჯდარი. მოდი ამას გულიამომჯდარს დავუმჯდარს დავარქმევთ. დიახ, რა თქმა უნდა. ერთ დღეს იქნება სასამართლო ტრადიციული მედიისთვის. ერთ დღეს ჩვენ ამას მოვესწრებით. შამა იმედი. ჩემი კვირის ნაძირალა სავარაუდოდ არაბი ისრაელელია, რომელმაც შეუერთდა სტრიმს, სადაც აშკარად ანტისიონისტი იყო და ავითარებდა ძალიან კონკრეტულ ნარატივს. ამბობდა და ავრცელებდა კონსპირაციულ თეორიებს, თითქოს F-16-ის ისრაელი უჭერდა მხარს. ამიტომ ეს ამბავი ამ კვირაში ძალიან ვირუსულად ვრცელდება. და ამასთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს ათქმელი. პირველ რიგში, თუ შენ ხარ არაბი ისრაელი და ცხოვრობ დემოკრატიაში, გიჭირავს ისრაელის პასპორტი, შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ და მეტი უფლება გაქვს ვიდრე ნებისმიერ არაბს რეგიონში. და მართლა მტკივა გული, როცა ხვდები არაბ ისრაელებს, რომლებიც ამცირებენ ისრაელის სახელმწიფოს, ან ამბობენ, რომ არ გრძნობენ თითქოს ისრაელის სახელმწიფო მათ წარმოადგენს, როდესაც ეს სახელმწიფო ნამდვილი სასწაულია. დროშის ტარება და ტანზე ტარება პატივია, რადგან თქვენ დაიცავდით ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ადგილობრივ ხალხს. და თქვენ როგორც უმცირესობა დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოში კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა გაქვთ, რომ რეალურად დაიცვათ ეს ღირებულებები. სხვა რამ რაც მინდა ვთქვა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვაქვს მტკიცებულება, რომ ისლამური რესპუბლიკა და მუსლიმთა საძმო აგენტებს იბირებენ შიგნით, დიახ. კულტურებისა და ინსტიტუტების დამახინჯებისასა და გადაგვარების მიზნით, რათა ისინი სახელმწიფოს ნაციონალიზმის, პატრიოტიზმისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართონ. ამიტომ მზად ვარ დავიფიცო, რომ თუ ეს ადამიანი მართლაც არაბი ისრაელელია, ის დააბირეს. მე თვითონ გამოვავლინე მსგავსი მრავალი შემთხვევა. მათ შორის ჟურნალისტები, მათ შორის ებრაელი ჟურნალისტებიც, რომლებიც აქ ისრაელში ებრაულ ტრადიციულ ინსტიტუტებში წერდნენ და ყატარიდან იღებდნენ ფულს. იცოდნენ თუ არა ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს ისრაელის მედიაში მოგვისმენია, მაგრამ თითქმის არასდროს გადის ისრაელის მედიის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ებრაულ მედიაში. იყო მგონი ჰარეცი ჟურნალისტი, დიახ, რომელსაც უხდიდნენ ფულს ხაიმ ლევინსონი, ხო? და ის ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვინ უხდიდა ფულს. რაც იგივე ამბავია, როგორც BBC ოფისში მყოფი ხალხის შემთხვევაში, ან რიჩისა და იმ მეორის. რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ ვინ იწევდა ან უხდიდა ფულს. რა ჯანდაბა ხდება? რამდენად სულელი შეიძლება იყო? ნებაყოფლობით მომცენ უამრავი ფული ისე რომ მე არ ვიცოდე. შემიძლია მეც ჩავეწერო მაგაში. ხედავ მართლა, ჩვენ აქ თითო პენს ვითვლით. როცა ვიღაცა ფულს ხრის. სად არის კევინი? სად არის ჩვენი 7000? არა, მაგრამ სინამდვილეში კატარი ამ საკითხში მართლაც ბრწყინვალეა. მათ შექმნეს მართლა წარმოუდგენელი სისტემა, რომლისგანაც ალბათ ჩვენც უნდა ვისწავლოთ. ხო, ისინი ქმნიან ბევრ საფეხურს. ფულის გათეთრებისა და იცით ისლამისტური გავლენის მქონე ოპერაციული სისტემისა და მექანიზმისთვის.
ასე რომ თუნდაც სცადოთ მისი კვალის გაკვლევა, ეს ხდება ძალიან რთული, ხო? ისლამური რესპუბლიკა აკეთებს. იგივე რამეს, როგორც ვიცით. და ასევე აქ ისრაელში ზოგიერთი ექსპერტი, აქ ისრაელში არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც მე ვენდობოდი. კარგი, არიან ექსპერტები, რომლებიც ექსპერტები არიანტები არ არიან და თავს ასეთებად ასავებენ. და არიან ექსპერტები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ნეთანიაჰუზე საშინელი რაღაცების თქმაში, ვიდრე ისლამურ რესპუბლიკაზე საუბარში. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი. ვიღაცებს უხდიან თუ არა არ ვიცი, მაგრამ აქ ასევე ბევრი გულუბრხვილო სულელია, ვისაც არაფერს უხდიან. $500 წელიწადში. და ეუბნებიან წადი და გადაიღე ბომბის აფეთქების ადგილი. მიდიან, იღებენ და აგზავნიან. და ესენი არიან 22 წლის ბავშვები. მათ არ იციან რას აკეთებენ. ეს ძალიან მზაგრულია და მართალი ხარ. და ეს ძალიან იმედგამაცხოვებელია, გულწრფელად რო ვთქვა. ჩემი ამ კვირის ნაძირალა, მგონი ყველასთვის ნაძირალა ამ კვირაში არის ეგრეთ წოდებული მომხსენებელი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებში. მისი სახელია რიმალ სალიმი და ის არის თვითკმაყოფილი ქალი, რომელსაც ღმერთმა იცის ვინ მისცა ეგ პოზიცია, რაც ვიცით, გაერო მთლიანად დამახინჯებულია და ათეთრებს ისლამურ რესპუბლიკას და მთელ მუსლიმთა საძმოს. ეს თანამდებობა მას მისცეს. და რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ეს თანამდებობა მისცეს, ყველაფერი რაც გაუკეთებია არის საუბარი ყველა სხვაზე, გარდა ისრაელი ქალებისა, რომლებიც გაუპატიურეს და მოკლეს 7 ოქტომბერს. ის არ ახსენებს არც ერთი ტიპის ისლამისტი თავდამსხმელის მსხვერპლებს. და მიზეზი, რატომაც ის ამ კვირაში ნაძირალა და ამ კვირაში ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაძირალა, არის ის, რომ ის იჯდა გაეროს კომიტეტში საოცარ ქალთან ერთად, რომელზეც შოშანა მალე ისაუბრებს. სახელად ილანა გრავეცკი, რომელმაც ისაუბრა თავის გამოცდილებაზე, თუ როგორ გააუპატიურეს, როდესაც ჰამასი მის კიბუცში შეიჭრა. და ის გვერდზე იხურებოდა. ის მას არ უყურებდა. თითქმის ღიმილით იყო. ეს იყო ბოროტების სახე, ჯადოქრის სახე ამ ქალის. შეხედეთ ამას. მე ვარ ცოცხალი მკიცებულება ჰამასის სექსუალური ძალადობის შესახებ. როცა მე კიდევ ერთი ისრაელი ქალი ვეხვეწებოდი, რომ არ გაეაუპატიურებინათ. რატომ იყავით ჩუმად? გთხოვთ შემომხედეთ. ახლა გჯერათ ჩვენი, ბოდიშს მოიხდით. და ერთ მომენტში მსხვერპლი ამბობს: შემომხედე თვალებში. ნახე რას გეუბნები. და ისევ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება. იცით რატომ? იმიტომ რომ ის ცხოვრობს დამთრგუნველისა და დაჩაგრულის სამყაროში. და რა თქმა უნდა, ისრაელებს არასდროს აქვთ ფუფუნება, იყვნენ დაჩაგრულები ან მსხვერპლები. თუ ამ ქალს მომდევნო კვირის ბოლომდე არ გაათავისუფლებენ, მაშინ არ ვიცი სად მივედით. თუმცა ჩვენ ვიცით სად მივიდა გაერო, სადაც ისინი ღიად ასაქმებენ ტერორისტებს. და ისინი მხოლოდ ისრაელს ამხილებენ მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით სად მივიდნენ ისინი. მაგრამ ეს ქალი გულწრფელად რო ვთქვა, რთული იყო ფრანჩესკო ალბანეზეს ნაძირალასთან მისვლა. მაგრამ შენ წაიკითხე ალსალამი, ძალიან კარგი. გონი თითქმის მიაღწიე. თითქმის ხარ საუკუნის ფრანჩესკო ალბანეზეს ნაძირალების დიდების დარბაზში. საზიზღარი ქალი რიმალ სალემ. შენ არ უნდა იყო შენ სამსახურში. შენ არ გაქვს კვალიფიკაცია ამ სამსახურისთვის. შენ არ გაქვს თანაგრძნობა. შენ ხარ კვირის ნაძირალა. სად არიან ქალები? სად არიან ქალები, რომლებიც ქალობის გარდა სამართლიანობას, სიზუსტესა და სამართლიანობას აფასებენ? საიდან პოულობენ ასეთ ქალებს, რომლებიც ასე მარტივად მზად არიან მოძალადეების და ტერორისტების მხარეს დადგნენ? მე ამას ვერ ვიგებ. ის ვიდეო. ის დაიბადა კაიროში და იორდანელია. აი ესე. ამიტომაც ესე. მადლობა, წადი. მადლობა, შეინი. იმიტომ რომ იორდანიასაც ბევრი შესანიშნავი ადამიანი ყავს. მაგრამ აშკარად არა მას. ხო, არა მას. არა მას. კარგი, ეხლა როცა ეს გამოუშვით გულიდან, გადავიდეთ ჩვენს შესანიშნავ გმირებზე. რადგან ამ კვირაში ბევრი გმირია და მოდი უბრალოდ გადავცეთ სიტყვა შოშანას. შოშანა, ვინ არის შენი გმირი? როგორც შენ ახსენე, ფლერ, გასულ კვირას გაეროში 2 ქალი იყო. ერთი გმირი, ერთი ბოროტმოქმედი. ორივე ამ ვიდეოშია. ილანა გრჟეჟეცკი, რომელიც იყო და არის ყოფილი მძევალი ისრაელი ქალი, გამოვიდა კამერასთან პირდაპირ ეთერში იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც უარყოფენ იმას, რაც მან გადაიტანა და ისაუბრა თავის ტკივილზე. ხო,
მე ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება თავი შეიკავო, როცა იცი რომ ადამიანები, რომლებიც გიცნობენ, არ გჯერიან, არ იციან, ან უარყოფენ და შენს წინააღმდეგ მუშაობენ. ის საუბრობს იმაზე, რაც ტერორისტების ხელში გადაიტანა. და ის მშვიდადაა, თავდაჭერილია, აგრძელებს საუბარს, უყურებს გველს თვალებში და ამბობს: შემომხედეთ თვალებში. გთხოვთ, შემომხედეთ. და ქალი ვერ ახერხებს, როგორც თქვით, მას არც კი უნდა შეხედოს. გინდათ ნახოთ სიკეთე და ბოროტება. ეს ერთ ვიდეოშია. აი ასე გამოიყურება ეს. და თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, ვისი მხარე გსურთ დაიჭიროთ. დიახ, მართლა, ეს უბრალოდ დამანგრეველია. ხედავ როგორ აჭერენ მას ტეგებს X-ზე და უწოდებენ ნაძირალას. და ის აუქმებს ტეგებს და ეხლა ბლოკავს ხალხს, რადგან ვეღარ უძლებს იმ საზიზღარი გამოსვლის კრიტიკას. შეეგუე ამას. მაგრამ ილანას სახე ბოლოს იყო ის, რაც მარფო შემეხო. პირველად რომ უყურე, ავტირდი. ხო. იმიტომ რომ როგორც შენ ამბობდი, ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ ესეთ მწრულ გარემოში დადგე და ესეთი პირადი რამ გააზიარო. ხო. მაგრამ ასევე ბოლოს არის ის მომენტი, როცა ის თითქოს სუნთქვას იკავებს, როცა ლაპარაკს ამთავრებს და ამბობს: "კარგი, მე ეს გავაკეთე." და მე უბრალოდ გული ჩამწყდა. და ახალგაზრდა ქალი. ის ახალგაზრდა ქალია, ახალგაზრდა ქალი ხო გესმის, ხო? ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ეხლა მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა იცხოვროს. ამ ტრაუმით და ამ ნაბიჯურების მხრიდან გაზლაითინგით. ყველა მათგანი. დიახ, ზუსტად. ღმერთ. კარგი. ის გმირი და შენ ამის გამო უფრო ძლიერი გახდები ილანა. ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ. მთელი ქვეყანა შენს გვერდითაა. ჩვენ გვიყვარ ხარ. ემილი, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? ამ კვირაში ჩემი გმირი, ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი გმირია. გააგრძელე. დაიმახსოვრეთ, გაზეთებო, დაიმახსოვრეთ. რა? ისრაელის მთავრობა. ვიცი, ხო ესეა. მოусმინე, თუ მე შემეძლო ფრანგული მთავრობა გამეკეთებინა გასუკვირას. კი, იმიტომ რომ უცნაური გაერო იყო. შენ ვერ გააკეთებდი ისრაელის მთავრობას. უცნაური დროა, მაგრამ ეს დღეს კონკრეტული მიზეზის გამოა და ეს არის სომეხთა გენოციდის აღიარების გამო. ეს არის ის, რაც ამ კვირის დასაწყისში ისრაელმა გამოაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განცმა გამოაცხადა, რომ ის წარადგენს რეზოლუციას, რათა ოფიციალურად აღიაროს სომეხთა გენოციდი ისრაელის მთავრობის სახელით. შეიძლება გაგიკვირდეთ ამის მოსმენა, რადგან შეიძლება გეგონათ, რომ ეს უკვე გაკეთებულია. ეს არის ის საკითხი, რაზეც თავადაც საკმაოდ ბევრს მუშაობდი აქ ისრაელის სახელმწიფოში, სომხეთის საკითხთან დაკავშირებით, თავადაც მყავს სომეხი ოჯახი. ეს ჩემთვის ძალიან ახლობელია. და როგორც ერები, სომეხი ხალხი და ებრაელი ხალხი ისტორიულადაც ძალიან გვანან ერთმანეთს დღემდე. ორივე თანამედროვე ერია. ისრაელი არის ერთადერთი ებრაული სახელმწიფო. სომხეთი კი ფაქტობრივად პირველი ქრისტიანული ერია მსოფლიოში. ორივე ერი გაშემორტყმულია მტრებით, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ ისინი, როგორც თავიანთი ხალხის ეროვნული სახელმწიფოები. და ეს ნამდვილად მტკივნეულია ჩემთვის, რომ ხედავ ამ დაძაბულ ურთიერთობებს. ეხლა მე მესმის, რომ არსებობს სტრატეგიული ინტერესი ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის. აქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ როდესაც საქმე სომეხთა გენოციდის აღიარებას ეხება, რაც სომეხი ქრისტიანების სისტემატური ჟლეტა იყო, დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რაოდენობა. და ეს იყო ოსმალო თურქების მიერ ჩადენილი 1915-დან 1917 წლამდე ისინი გაასახლეს. ისინი გააუპატიურეს, ატიურეს. ზოგ შემთხვევაში ისინი ჯვარზე გააკრეს, რადგან ქრისტიანები იყვნენ. ისინი მასობრივად გაგზავნეს სასიკვდილო მასშებზე. მათ წაართვეს მთელი ქონება, ბიზნესი, ყველაფერი ეს. და რა თქმა უნდა, მასობრივი სიკვდილით დასჯები და მკვლელობები, რაც ოსმალო თურქებისგან ვიხილეთ, რომლებმაც დღემდე არასოდეს აღიარეს პასუხისგებლობა სომეხთა გენოციდზე. ფაქტობრივად მათ ფიზიკურად გაანადგურეს მტკიცებულებები, მათ სცადეს ამის დაფარვა. თურქეთში მოქმედებს კანონები, რომლებიც კრძალავს სომეხთა გენოციდის აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა, ისინი ძალიან შორს არიან პასუხისგებლობის აღიარებისგან. და საერთაშორისო საზოგადოება, როგორც წესი, უბრალოდ ეგუება ამას. დიახ. რაც ჩემთვის სრულიად დაუჯერებელია. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ მინიმუმ თუნდაც გვიან, მაინც ეს ისტორიული უსამართლობა გამოსწორდა. და მე ვამაყობ ისრაელით, რომ ამ საკითხში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუნდაც გვიან. და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი სომხეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში და რომ ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირებს ვიხილავთ, რადგან მორალურად და ღირებულებებით ნამდვილად ახლოს ვართ. ჩვენს ხალხებს შორის ნამდვილად ძლიერი კავშირებია, ამიტომ ამ ხრივ მომავალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამინ და დავივიწყებთ, რომ აქ იერუსალიმში, ძველ ქალაქში არსებული საზოგადოება უკვე 1000 წელია იქ ცხოვრობს. დიახ, ისინი დიდი ხანია იქ არიან. ისინი იერუსალიმის ერთ-ერთი კვარტალია. მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბევრ სომეხთან, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობენ. ისინი შესანიშნავი ხალხია, უმეტესად ინტეგრირებულები არიან.
და იცით ისინი ქმნიან ფანტასტიკურ ლამაზ ხელნაკეთ ავეჯს. კარგი. აქ კვირის განმავლობაში. შამა, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? საუბრისას ქალებზე, რომლებსაც აქვთ ნამდვილი მორალური მთლიანობა, მსგავსებები, მტრის ხაზებს მიღმა და უბრალოდ სიმამაცე, მამაცი, გამბედავი ქალები, ჩემი კვირის გმირი არის ლიბანის ელჩი ვაშინგტონში. ნადია აჰმად ალმავადი, რომელსაც აპლოდისმენტები დაუკრა ისრაელის ელჩმა ვაშინგტონში. მან მას ლომის დედა უწოდა, რადგან გაბედულად და მტკიცედ დგას კრიტიკისა და ექსტრემისტი ჰეზბოლას მებრძოლების წინაშე, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან მას. და ყველა, ვინც მხარს უჭერს შეერთებულ შტატებს მშვიდობიანი ჩარჩოსკენ, ან რეგიონში ინტეგრაციის მშვიდობიანი გზისკენ, მშვიდობისისა და განიარაღებისკენ რეგიონში და მართლა მინდა ვთქვა, რომ ამ რეგიონის ქალებისთვის თქვენი ყველაზე დიდი მოკავშირე, ვინც ესმის ის ჩაგრა და მარგინალიზაცია, რაც თქვენ ასობით თუ არა საუკუნეების განმავლობაში განგიცდიათ, არიან ებრაელი ხალხი. და ამას ნამდვილად ხედავთ იმ დიალოგში, რომელიც გაიმართა მარკო რუბიოს ელჩსა და ლიბანის ელჩს შორის, რომელმაც, რა თქმა უნდა შეენარჩუნებინა სიმშვიდე. ყველაფერი ლიბანის სუვერენიტეტზე გადაიტანა. ლიბანი უპირველეს ყოვლისა, და ზედმეტად არ გაეღიმა, რადგან არ სურდა მეტი კრიტიკა მიეღო. კარგი, შესანიშნავი გმირი. გმადლობთ. ჩემი გმირი ამ კვირაში შეიძლება ცოტა მოულოდნელია, მაგრამ უნდა ვაღიარო ეს. გვინეთ პელტროუ. ეხლა გვინეთი შერეული რწმენის ოჯახიდანაა. მამამისი ებრაელი იყო, დედა კი არა, მაგრამ ის ასე აღზარდეს. მისი იდენტობის ნაწილი იყო ებრაელობა. ის იყო ერთ-ერთი ძალიან ცოტა ჰოლივუდელთაგან, ვინც გამოვიდა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვდა. ასე რომ ის სწორ მხარეს დგას. ის არ ჩავარდნილა ამ ჰოლივუდის ელიტების თავისუფალი პალესტინის სისულელეში, თითქოს ეს უნდა თქვას. და ცოტა ხნის წინ ფიქრობ, მან საკმაოდ მამაცი გადაწყვეტილება მიიღო. და დიახ, რა თქმა უნდა, ამისთვის მას უხდიან. მაგრამ მან მიიღო მონაწილეობა სარეკლამო რგოლში. ისრაელის უდრავი ქონების განვითარების პრების პროექტისთვის ჰერცლიაში, რომელიც ზღვისპირა, ულამაზესი ადგილია. და ეს იყო რეკლამა, რომელმაც, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გლობალური ყურადღება მიიპყრო. და უკურეაქცია, რომელიც მან მიიღო, ძალიან ძიმე იყო. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის ჭკვიანი ქალია, რომელმაც ველნესის სფეროში საკუთარი იმპერია შექმნა და იცით, ყიდის სანთლებს, რომლებსაც ჰუსსუნი აქვთ. მაგრამ ის ქალია, რომელიც ძალიან წარმატებული ბიზნესუმენი გახდა. მას აქვს ცხოვრების სტილის ბრენდი. ის კვლავ აგრძელებს მსახიობობას. ის მართლაც შესანიშნავი იყო ფილმში მარტის სუპრემი, ბოლო ფილმში, რომელიც ვნახე. ის თამაშობდა ტიმოთი შალამესთან ერთად, კიდევ ერთი ამაყი ებრაელი, უბრალოდ ვამბობ. მაგრამ მან გააკეთა რაღაც, რაც იცოდა, რომ უკმაყოფილებას გამოიწვია და ის სულელი არ არის. იცოდა და დარწმუნებული ვარ მისმა აგენტებმა და ბიზნეს მენეჯერებმაც უთხრეს. კარგი, ამას ისრაელისთვის, ამ ისრაელურ კომპანიასთან გააკეთებ, ისინი გადაგიხდიან, მაგრამ მთელი მსოფლიო. ხო? და მან მაინც გააკეთა ეს. და მას არ გაუკეთებია გონა. ხო და მან მაინც გააკეთა ეს და არ მოქცეულა ისე, როგორც ბევრი ამ იდიოტი იქცევა. და იცი, ამას ისევ დაუბრუნდები. ნატალი პორტმანი, შენ გიყურებ. არა, მან რეალურად დაიჭირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ ყველამ შეიძლება თავის გზას დაადგეს. ამიტომაც ვიცი, საშინელია, რომ დღეს მხოლოდ შენი პოზიციის დაცვა გმირად გაქცევს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ იმ სამყაროში, სადაც ცხოვრობთ, შენი პრინციპების ან გადაწყვეტილებების დაცვა რეალურად გმირად გაქცევს. ამიტომაც გვინეთ პელტროუ, ადრე შენი დიდი გულშემატკივარი არ ვიყავი, მაგრამ ეხლა უფრო დიდი გულშემატკივარი ვარ, შენ ხარ ჩემი კვირის გმირი. კარგი, ეს არის, იცი რომ შენ განცხადებას აკეთებ. შენ აკეთებ, მან იცოდა ეს. შენ იცი რაში შედიხარ? არა, 100%-ით. გულისხმობ, როგორც ვიღაცამ თქვა, ესენი ეს გიჟი მემარცხენე ებრაელები შედიან ინსტაგრამზე და ამბობენ, უბრალოდ შაბათ შალომის ვიდეო დავდე, ჩემი შვილებით, ან ბარმიცვას ფოტო ჩემი შვილის და ეხა ყველა იცი მე ვამბობ, ხო, არ გესმით რა დროსაც ცხოვრობთ. ამ პოლიტიკოსაც, რომლებსაც არ ვახსენებთ, რადგან როგორც არის, რა ქვია მას, ვეინა Scott Weineri. Scott Skoina. და მეორე ბრედი. Landa. ისინი არიან და მეორე ბიჭი. ანუ საწყალი Scott Weineri, ის ვერაფრით უფრო მეტად გაემიჯნებოდა ისრაელს. და შემდეგ შენ ჩაერთვები უფრო მარჯვენა დაპატიმრებაში. ან ნაკლებად. ასე უნდა ვთქვა.
მისი სახე ასე ჩანს, რადგან ის ძალიან ებრაელად გამოიყურება. ის დგას. განსაცვიფრებელია. ისე ჩანს, თითქოს თავის ჯვარცმას გადის. ასე გამოიყურება. არ ფიქრობ, მეგობარო, ვერ მიხვდი. შენ არასდროს წაგიკითხავს ებრაული ისტორია. ამ იდიოტებიდან ვერც ერთმა ვერ გაიგო, რა გადაიტანა ებრაულმა ხალხმა 1000 წლის განმავლობაში. რამდენადაც არ უნდა ეცადო, რომ მოგიწონონ თავი. ხორცის ძალა არასდროს იქნება საკმარისი. ვერ მიხვდი. ხო. და ამიტომ ვამაყობ გვინეთ ბელტროთი. უბრალოდ ვამბობ. სამართლიანია, ხო? ხო, სწორედ ეგ არის თავარი. და სწორედ ეგ არის მთავარი. კარგი, მადლობა ყველას რომ უყურეთ გვაც და მომავალ კვირას შევხვდებით. ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას მშვიდობისთვის, ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის, დაშავებულთა კეთილდღეობისთვის, ყველას კეთილდღეობის დღეობისთვის, ვინც მსოფლიოში დევნას განიცდის მუსლიმთა საძმოსა და სხვა საშინელი ბოროტი ძალების გამო. ჩვენ ვილოცებთ ყველასთვის და მომავალ კვირას შევხვდებით.